ის აკასური ეს დიდი მამა ბრძანებს სული რომელსაც მრავალი გამოცდილებით პირადად გაუდასტურდა რომ ღმერთი მუდამ ზრუნავს მასზე ეს არის გაცოცხლებული რწმენის მდგომარეობა. ჩვენ ხშირად გვითქვავს რომ ღმერთი გვაძლევს რწმენას დაუმსახურებლად და უცებ იცი რომ იესო ქრისტე არის ღმერთი რომელიც მოვიდა ადამიანად და მისი სწავლებით ვიცით რომ ღმერთი არის მამაძე და სული წმინდა. ეს არის პირველი ეტაპი რწმენისა. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ღმერთთან კომუნიკაცია მაქვს. ეს არ ნიშნავს რომ მე მისი ერთგული ვარ. ეს არ ნიშნავს რომ მე მას ვენდობი. მე ვიცი რომ ის არის უბრალოდ და ადამიანად მოვიდა. და თუ ადამიანი ამ რწმენის ამ ცოდნის უკვე შესაბამისად, ეს უკვე ცოდნაა, რწმენამ ცოდნა მომცა, ამ ცოდნის შესაბამისად დაიწყებს ცხოვრებას საკუთარი ეგოიზმის უარყოფით, ამიტომ არის რთული სულიერი ცხოვრება, იმიტომ რომ ეგოიზმი გვიყვარს ჩვენ და არ გვეთმობა. ნელ-ნელა რწმენა ცოცხლდება და ის გადადის ღმრთისადმი ნდობის ფაზაში. აი როგორც პავლე მოციქული ჩამოთვლის სამსათნოებას რწმენა, სასოება, ანუ იმედი და სიყვარული. აი მეორე ფაზაში გადადის. როცა უკვე ჩვენ გვიჩნდება ღმრთისადმი ნდობა, ანუ მე მწამს სინონიმი ხდება მე შენ გენდობი. ანუ თუ ღმერთს არ ვენდობი, მე მისი არ ამწამს. ადამიანთანაც ესეა, მე მახსოვს ადრეს გითხარი. აი მე როცა ვეუბნები ადამიანს რომ იცი რა მე შენი მწამს. აი ადამიანს უყურე, მე შენი მწამს. ეს ხო ნიშნავს რომ მე შენ გენდობი. და თუ არ გენდობი, მე შენი არ ამწამს. გესმის? აი ეს რაღაც დაახლოებით ამგვარად თუ შეიძლება ასე ავხსნათ და გავიკოთ. ანუ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში მე მწამს ღმერთი და მე ვენდობი ღმერთს ეს არის სინონიმები. და თუ ჯერ სინონიმები არ არის, მაშინ ჯერ კიდე ქრისტიანული რწმენა ჩემი არის ჩანასახის მდგომარეობაში განუვითარებელი. და აი აქ და ნდობა პრაქტიკული სულიერი ცხოვრების შედეგად მოდის. და ხშირად გვითქვავს რომ არაპრაქტიკული ქრისტიანობა არ არსებობს. ქრისტიანობა მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკაა.